თანამებრძოლებო, ძმებო და დებო. ამაყივარ თქვენი ერთად ყოფნით, თქვენთან ერთად გავლილი გზით და თქვენთან ერთად ბრძოლით. ჩვენ პირველნი ვიყავით, ვინც სამშობლოს გამო ხელში იარაღი ავიღეთ. ვიცოდით, რომ განწირულნი ვიყავით. ვიცოდით, რა ძალა ქონდა მტერს და მაინც ჩავევით ომში. ჩვენ ვაჩვენებთ ყველას, რომ არაგველთა სული ჯერ კიდევ ცოცხალია ქართველობაში. ტყუილია რომ დაგვამარცხეს. ჩვენ არც სანგარში მიგვიტოვებია ვინმე, არც დაჭრილი არ დაგვიგდია მტრის საჭიჟრად და არც ზურგი დაუნახებია ჩვენ მტრის ტყვიას. სიცხვილია, როდესაც მკურნალობის თემა ხდება სალაპარაკო. სიცხვილია, როდესაც ჩვენი სისხლის ფასში ვიღაცა ჩვენგანვე მადლობას ითხოვს. თუმცა ყველაზე დიდი სიცხვილია, როდესაც ბრძოლაში დაღუპული ჩვენი თანამებრძოლების ოჯახებს სტატუსს უუქმებენ და მათ სასამართლო უწევთ მტკიცება, რომ მათი მეუღლეები, მამები, შვილები, ძმები ღირსეულად დაეცენ სამშობლოსათვის ბრძოლაში. მათ კი ვიღაც ჩინოვნიკი უმტკიცებს, შენი ქმარი, მამა, შვილი და ძმა ომში არ დაღუპულაო. რამოდენიმე ასეთი სასამართლო პროცესის მოწვევ მე თავად გახლავთ. თავად გამოსულვარ დავის გარჩევისას და ყოველთვის მწვენოდა ჩემი საქართველოს, ჩემი სახელმწიფოს გამომწვენოდა სანამდე დავეცით. ამიტომაც რომ ჩვენი უფლებები დღესაც დასაცავი ხდება, თუმცა ჩვენს გარდა არც ამის გამკეთებელი ჩანს ვინმე და ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გავაკეთოთ. იმიტომ კი არა რომ კარგად მოვიწყოთ ცხოვრება, არამედ იმიტომ რომ ეს სიცხვილი მაინც ჩამოვწვინდოთ ჩვენს ქვეყანას, ამ გამარჯვებას კი ვერავინ მოუპარავს. ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, ჩვენ შევძლებთ. იმედითა და რწმენით ვუყურებთ დღევანდელ თქვენ შეკრებას. თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს მშვიდობისათვის თავმჯდომარე დავით თევზაძე. მადლობა. ხალხიჩაზე ვიბრძოდი, გული და სული თქვენთან ვიყავი, მაგრამ იქ იყო ჩემი გივი კენკაძე, ზურა ჩემი ჯაფარიძე აქარია მოჭიდავეები, ჩემი გია ყურაშვილი, იქ დაიღუპა დიდი ვაჟკაცი კაცი აფხაზეთის ომში, გენო ადამია, იყო ეგეთი ჭიდაობის დიდი თანამოაყეთა განა ვერ შემდგომი, მიყვარხართ ყველანი, ერთად ჩვენ თუ საჭიროა, ჩემი დიდი არმიით, ჩემი მოჭიდაებით ისე და ჩემი საყვარელი ხალხი თქვენ გვერდში ვარ საქართველოს აღშენებლობის პროცესში, რომ გამოვიდეთ ამ პრინციპიდან და თუ ომი იქნება, ომში თქვენთან ვიქნები, ყველა დიდ სიყვარულში. გაიხარეთ თქვენგანაც ბოლო ჩემი დავიდა, ბერტიერ ლამას, განათებულ გამწყდებულ საქართველოში გვეცხოვროს მალე. თქვენთან ვარ, კოცი, გული და სული, გაიხარეთ. თქვენ იცით რომ ამ ბოლო პერიოდში რეალურად ძალიან გამოიწვია ერთმა საკითხმა, რასაც ვეტერანთა ჰოსპიტალი ქვია. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას ინფორმაცია მაინც ფრაგმენტული აქვს, იმიტომ რომ არც ტელევიზიით, არც რადიოსა, პრესის სხვა საშუალებებით მთლიანი სურათი არ ჩანს. რატომაც უნდა გამოიყვანონ, რომ ჩვენ რაღაცა გიჟები ვართ, არ გვინდა კარგი ჰოსპიტალი, არ გვინდა მკურნალობა ვეტერანებისათვის და არ გვინდა ყველაფერი ის, რაც ყველა ჩვენთანაც რეალურად გვინდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთეთ პატარა ისტორიული რაკურსით არსებული მდგომარეობის შესახებ, რა ხდება ჰოსპიტალში. ამიტომ მე ვეცდები, რომ რაც შეიძლება მოკლე ვიყო, თან ჩანაწერიც იქნება და ყველაფერზე შესაბამის პასუხს გაგცემთ. ჩავთვით თუ შეიძლება. მოკლედ ბევრმა თქვენთაგანმა იცის ამის შესახებ, მაგრამ მინდა რომ დავიწყო მოკლე ისტორიით. ომის ინვალიდთა კლინიკური ჰოსპიტალი დაარსდა 1978 წელს. ჰოსპიტალი გათავსებულია იამანიძის ქუჩაზე და მისი შენობა არის 4300 კვადრატული მეტრი. ეს შენობა არის მე-20 საუკუნეში აშენებული. ჰოსპიტალის დამაარსებელია ვლადიმერ სანიკაძე, რომელიც საავადმყოფოს 1978 წლიდან 1998 წლებში ხელმძღვანელობდა. ომის ვეტერანთა ჰოსპიტალი ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში და მას უკვე 38 წლიანი ისტორია აქვს. მინდა სამართლებრივ მდგომარეობას შევეხო. სანიკაძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი
შეფესეს სახით, მანამდე სხვადასხვა ფორმით იყო, სხვადასხვა თავდაცვის საკუთრებაში იყო და ასე შემდეგ, მაგრამ დღევანდელი ფორმა არის, ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც 2007 წელს მიიღო აი ამ შეფესეს სახით. 100% არის სახელმწიფო ქონება ფლობელობას წარმოადგენს და პარტნიორი არის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელობის ვეტერინართა კლინიკური ჰოსპიტალის საკუთრებაა. კანონი ომის სამხედრო და ძალების შესახებ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე გავამახვილებ ამას ყურადღებას, მინდა რომ მიაქციოთ ერთ რამეს ყურადღება, რომ კანონით ომისა და სამხედრო ძალების შესახებ მე-14 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ჰოსპიტალის დახურვისათვის აუცილებელია კანონით გარანტირებულია მთავრობის დადგენილება. თუ მთავრობის დადგენილება არ იქნა, ჰოსპიტალი არ უნდა დაიკეტოს და ვერ უნდა დაიკეტოს კანონით. გადავიდეთ შემდეგზე. დაფინანსება აქამდე ბოლო 10 წელიწადი, ბოლო 7 წელიწადია თუ 8 წელი, ჰოსპიტალის დაფინანსება ხდებოდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ეს შარშანდელი არის, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი აწევდა ხელს და 800,000 თანხა პირდაპირ ბიუჯეტიდან ევალებოდა სამსახურს, რომ შეესყიდა ვეტერანთა ჰოსპიტალისგან პირდაპირი წესით აღნიშნული მომსახურება.